არტგენი 2012 დაიწყო ფესტივალს დღეს ყვარელში გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორის მოყვარულმა და თვითშემოქმედმა ადამიანებმა მიიღეს. ფესტივალის მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა გაყიდვები. არტგენს საფუძველი 2004 წელს როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის იგივე ზუმბას ინიციატივით ჩაეყარა და უკვე მე-9 წელია იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალზე საქართველოს გარდა 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. გადავინაცვლებთ დასავლეთ საქართველოში ფესტივალი მოივლის წელს ზუგდიდს, ყალტუბოს, ჩოხატაურს და დასრულდება რეგიონალური ტური ფოთში. რის შემდეგაც იქნება ერთკვირიანი პაუზა და 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე გაიმართება დასკვნითი ნაწილი ამ ფესტივალის, სადაც ქართველ მონაწილეებთან ერთად უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას და 10 ქვეყანა იქნება წელს